Sanktsiების საკითხი ისევ მაგიდაზეა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენ გვიდასტურებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რომელმაც ძალიან დეტალურად იცის ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობების შესახებ, როგორც თავად ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის ევროპის დედაქალაქებში, ყველაფერი განიხილება და ყველაფერი არის მაგიდაზე, მათ შორის პერსონალური სანქციების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა და უნგრეთი და სლოვაკეთი აქტიურად ბლოკავენ ამ ინიციატივას, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი და ასევე ასოცირების ხელშეკრულების გადახეთვა რიგი მიმართულებით, როგორც თავად რიკარდ ჯოზუაკი გვეუბნება, ყველაზე რეალისტური ამ საკითხებიდან არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ვინაიდან მაყურებლისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ამ საკითხს არ ჭირდება სრული უმრავლესობის, ანუ 27 სახელმწიფოს მხარდაჭერა და მხოლოდ 15 ქვეყნის მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლოა, რომ შეჩერდეს უკვე ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა ამ ხრივად ჯოზუაკი გვეუბნება, რომ დიდ ქვეყნებს, მაგალითად გერმანიას და საფრანგეთს, ჯერ მკაფიოდ ცალსახად ასე არ დაუფიქსირებიათ თავისი პოზიცია, ჯერ წინ არის სამი თვე და შესაძლოა ამ სამ თვეში ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს. იტალიასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, ვინც ეწინააღმდეგება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, რადგან მათ არ სურთ, რომ ამ პროცესით ქართველი ხალხი დაზარალდეს. 20 ოქტომბრამდე ჯერ თითქმის 3 თვეა. ამ პერიოდში შესაძლოა პოლიტიკაში ბევრი რამ მოხდეს. კითხვა, რა მოხდება ამ პერიოდში საქართველოში? მათ განსაკუთრებით აინტერესებთ, რა მოხდება ადგილობრივ არჩევნებზე ოქტომბრის დასაწყისში. როგორც ვიცი, პერსონალური სანქციების საკითხი ისევ მაგიდაზეა. თუმცა ვფიქრობ, განსაკუთრებით რთული იქნება ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა. ასევე განხილვის თემაა ასოცირების შეთანხმების გარკვეული მიმართულებების შეჩერება. განსაკუთრებით ვაჭრობაზეა ყურადღება გამახვილებული და რა თქმა უნდა განიხილავენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასაც. უფრო ადვილია ამ საკითხზე კონსენსუსი. მე თუ მკითხავთ, რომელია ყველაზე რეალისტური სცენარი, ეს uvizო რეჟიმის შეჩერებაა, რადგან საქართველოში ვითარება კიდევ უფრო და უფრო უარესდება. ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, არსებობს თუ არა კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საკითხზე, რადგან ზოგ ქვეყანას საკუთარი მოსაზრება საჯაროდ არ გამოუთქვამს. ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, როგორი პოზიციონირება ექნებათ დიდ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია. მათ ჯერ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. ოპოზიციას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, ვინაიდან მათი შეფასებით ეს პირველ რიგში ქართველ ხალხს რიგით მოქალაქეებს დააზიანებს. ეს ქვეყნები მათივე ინფორმაციით არის ჩეხეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი და პოლონეთი, თუმცა ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია და ოპოზიცია საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ახლა ვაჭრობს ქვეყნის ბედით და მზად არის გაწიროს ქვეყანა ოღონდ პერსონალური სანქციები აირიდოს თავიდან და ოპოზიციაში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ამ რეალურად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს და მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური ტარგეტირებული სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში არის მხილებული. ვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ჯანდაცვაზე, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისთვის, ქართველი მეზღვაურებისთვის, რომელსაც აწოდის უვიზო რეჟიმი და საქართველოს პასპორტი უვიზო რეჟიმის პირობებში ანიჭებს პრიორიტეტს. დღეს არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების რეალური საჭიროებები, მათი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველო დატოვონ სრულ იზოლაციაში რუსეთის პირისპირ. სრული პასუხისმგებლობა იმ ეკონომიკურ ზიანზე, იმ რეალურ საფრთხეზე, რაც უდგას საქართველოს მოქალაქეებს და მოსახლეობას უვიზო რეჟიმის დაკარგვის პირობებში, ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც გადააყოლა ეს ქვეყანა მის პირად ინტერესებს. ვაჭრობს უფრო სწორად ოცნება საკუთარი ქვეყნით და ევროკავშირს ევაჭრება და ეუბნება, რომ მე ფინანსური სანქციები არ შემახო, მე და ჩემი ოჯახი, მე რა რომ კორუფციონერი ვარ, მე რა რომ ეს ფული კორუფციით და მოპარებით მაქვს ნაშოვნი, ჩემი ფული ოღონდაც გადარჩეს და ჩემი ოჯახის ფული ოღონდაც გადარჩეს და თუ გინდა საქართველო დასაჯე. ჯერჯერობით რამდენიმე თვე მოხდა გადავადება უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ ოცნება ისე იქნევს ფეხს, უფრო და უფრო ღრმად შევყავართ ჭაობში. ქართულ ოცნებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აქვს განსაზღვრული აგვისტოს ბოლომდე, 29-30 აგვისტოს უკვე დანიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები არაფორმალურ გარემოში შეიკრიბებიან და ერთგვარად ჩარჩო დოკუმენტს შეიმუშავებენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც უკვე ფორმალური შეხვედრა, ოფიციალური შეხვედრა კი გაიმართება 20 ოქტომბერს და მოლოდინი არსებობს, რომ ამ დღეს უკვე საქართველოზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.